აფხაზეთის ომის ვეტერანების, ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023-2024 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გამოყენების ეფექტიანობის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამას ხუბუა უძღვებოდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პრიორიტეტებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა 1992-1993 წლებში განვითარებული საომარი მოქმედებების ვეტერანების, ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების სოციალური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას. გაიმართა საქმიანი დისკუსია ომის ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური, მენტალური და სოციალურ ყოფითი უფლებების დაცვის აქტიურ თემებზე. სხდომის მონაწილეები ერთხმად შეთანხმდნენ ზემოთ აღნიშნული მიმართულებებით ერთობლივი, კოორდინირებული და მიზანმიმართული მუშაობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობდნენ და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, ომის ვეტერანებმა და აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. შესაბამისი მუშაობა ჩავატარეთ, მოკვლევები გავაკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ არის დატოვებული, საკმაოდ საქმიანი, მიზანმიმართული მუშაობა ხორციელდება, გარკვეული თანხებიც ხმარდება ამ თვალსაზრისით რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, მაგრამ ზუსტად აი ამ საკითხის შესწავლის დროს წარმოჩნდა ზოგიერთი მომენტი, რომელიც შემდგომ დახვეწა საჭიროებს. ჩვენ დავსახეთ საქმიანი გეგმები, რომ 2025 წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს ის წინადადებები, ის რეკომენდაციები, ის დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უზრუნველსაყოფად საჭირო სახსრების გათვალისწინება მოხდეს დასახელებული სამინისტროებისა და სხვა მხარჯავი უწყებების პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. ამიტომ შეხვედრისთვის ნამდვილად არ გვინდოდა და მიზანი მე ვფიქრობ მიღწეულია, რომ საქმიანი, ძალიან საქმიანი მსჯელობა გაიმართა კომიტეტის სტომაზე ამ საკითხებთან მიმართებაში. განხილუხნა საკითხი ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო და სოციალური პროგრამების გაუმჯობესების სხვადასხვა საკითხები ძალიან აქტიური თანამშრომლობა იყო და მინდა გითხრათ, რომ იმედი გვაქვს ძალიან ბევრი რამ უნდა შეიცვალოს იმ მიმართულებით, რასაც ქვია იძულებით გადაადგილებულ პირთა ვეტერანებს გულისხმობ კონკრეტულად და მათი ოჯახის წევრების მიმართ სხვადასხვა პროგრამების განახლებას და უფრო დაცვას. საუბარი შეეხო ვეტერანთა, დევნილ ვეტერანთა სოციალურ და ჯანმრთელობის მიმართულებით მათ მხარდაჭერას, პროგრამების გაძლიერებას. ჩვენ ასე ვთქვათ, გავიარეთ მათი ინიციატივებიც. აქვე უნდა დავამატო ის, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით შექმნილი ჯგუფებიც 2 კვირის განმავლობაში ხვდებოდნენ დევნილ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, მათ შორის იყვნენ ვეტერანებიც, რომლიდანაც ინფორმაცია მივიღეთ, თუ რა სურვილები არის, რა პრობლემები არის და რა კუთხით არის დასაგეგმი 2025 წლის ბიუჯეტი.